ეთერშია ქრონიკა 17 საათზე ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნობთ. გამარჯობა. სუსის წარმატებული ანტიტერორისტული ოპერაცია საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში. მარიხუანას რეალიზაციის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს. ურანის უკანონო შეძენის საქმეზე დაკავებულ ჩინეთის სამ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე ნაკლებად მკაცრ აღკვეთს ითხოვდა, სასამართლომ კი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ანტიტერორისტული ოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ საქართველოში ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები ჩამოიყვანა და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. დაკავებულები თბილისში რადიოაქტიური ნივთიერების შეძენას გეგმავდნენ, შემდეგ კი მის უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში რუსეთის გავლით. აღნიშნული პირები ცდილობდნენ საქართველოში უკანონოდ შეეძინათ რადიოაქტიული ნივთიერება ურანი, რაშიც მზად იყვნენ გადაეხადათ 400,000 ამერიკული დოლარი. თუმცა მიუხედავად მათი აღნიშნული გაზრახვისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრევენციული ღონისძიების შედეგად მოხდა აღნიშნული პიროვნებების დაკავება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ განიხილა აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა და სამივე ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა. ძირითადი მოთხოვნა იყო, რა თქმა უნდა, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, ვინაიდან როგორც ფაქტობრივ, ასე ფორმალურად მტკიცებულებითი ნაწილი საქმესთან დაკავშირებით არ არის ის მოდენობით, რომ მით უმეტეს პატიმრობა ყოფილიყო შეფარდებული, ასევე ამ კორტულ გადაწყვეტილებას, რომელიც პატიმრობას ეხება 48 საათში საჩივრდება და სააპელაციო წესით გაასაჩივრებს დაცვის მხარე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმატებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას საერთაშორისო მედია ეხმიანება. როიტერის, CBC-ს, ალ-ჯაზირას, ალ-არაბიას პუბლიკაციებში ნათქვამია, რომ საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილი ბირთვული მასალების უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავი იყო 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომლის ნაწილიც საქართველო იყო. მოყვანილია ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტიც, რაზეც საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შესაბამისი რეაგირება ჰქონდათ. პოლიციამ კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო და ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც მისაქციელში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჰქონდათ მოწყობილი ეგრეთ წოდებული ლაბორატორია. ამოღებული ალფა, PVP, მეფედრონი და კლეფედრონი. კლეფედრონი წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგს იწვევს. სამართალდამცავებმა მისაქციელში მდებარე ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს. საიდანაც ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ალფა PVP, მეფედრონი და კლეფედრონი, როგორც კრისტალის, ასევე სითხის სახით. აღსანიშნავია, რომ კლეფედრონი წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგს იწვევს. დაკავებულია ორი პირი. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულები საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ეგრეთ წოდებულ ლაბორატორიაში სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორებისგან შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა რეალიზაციასაც სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები 35 გრამამდე ალფა PVP, 9 კილოგრამამდე კლეფედრონი და 4 ლიტრამდე მეფედრონის სითხე სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ავტომობილისა და მათი ბინის შრეკისას ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასორი, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და სხვადასხვა ზომის მინის ქილები. მარიხუანას რეალიზაციის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა პოლიცია. მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდით ყიდდა. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შვედ დეპუტატს, რომელიც საქართველოში რევოლუციურ პროცესებს უჭერს მხარს, ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებებში ამხელს მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია. მანამდე ერიკ ოტოსონის ვიდეო მიმართვა Facebook-ში შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხელისუფლების დამხობისკენ მორიგი მოწოდება დაარქვა. შალვა პაპუაშვილი იხსენებს, რომ რადიკალების მხარდამჭერი შვედი დეპუტატი იგივეს აკეთებდა შარშან, როდესაც არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა.
ძალადობისკენ მოწოდების გამო კი შვედეთის ხელისუფლებას ბოდიში არ მოუხდია. ერიკ ოტოსონმა ვიდეო ოპოზიციის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების წლის თავს მიუძღვნა და მოსახლეობის უმრავლესობის მიერ რადიკალებისთვის ნათქვამ უარს დემოკრატიის დაკარგვა უწოდა. ის რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს იმის ბრალია რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას და არც შვედეთის საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ შარშან მის მიერ მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო. მის დღევანდელ ვიდეო მიმართვასაც იგივე მიზანი აქვს, რაც შარშან მაიდნისკენ მის მოწოდებას. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და ხელოვნურ სუნთქვაზე ყავდეთ ის მცირერიცხოვანი, ვინც აქციაზე დგას და ასე ვთქვათ, შორიდან მოახდინოს მათი წახალისება. ეს არის პირველ რიგში საწინააღმდეგო იმ ძირითადი ღირებულებისა, რაზეც ევროკავშირი და ევროპა უნდა იდგეს. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ტიპის უსამართლო უსაფუძვლო განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ, ეს შვედეთის დეპუტატი იქნება თუ ნებისმიერი ჩინოვნიკი ევრობიუროკრატიიდან, მით უფრო ღრმად დარწმუნდება ქართული საზოგადოება იმ სიმართლეში, რასაც ჩვენ უკვე მესამე წელია ვეუბნებით საქართველოს საზოგადოებას. თავად ევრობიუროკრატია პირდაპირ ნიღაბს ჩამოიხსნის ხოლმე და პირდაპირ ეუბნება ქართულ საზოგადოებას, რომ როგორც ჩვენ ვიქცევით LGBT პროპაგანდას ვეწევით, როგორც ჩვენ ვიქცევით, რომ რასაც გვეტყვის deep state-ი უპირობოდ ვასრულებთ, თქვენც ასე თუ არ მოიქცევით, მაშინ თქვენ ვერ გახდებით ევროკავშირის წევრები. რაც სხვათა შორის დაადასტურა სამწუხაროდ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. ეს არის ნათელი დადასტურება თუ სამწუხაროდ რა გზას ადგას ევრობიუროკრატია. ერთი წელი საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც იქცა რეფერენდუმად, არა ომს, კი მშვიდობას. შალვა პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ არჩევანი მშვიდობასთან ერთად იყო ტრადიციული ფასეულობების, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის, ეკონომიკური განვითარების, ოჯახის, კულტურის რწმენისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ მიცემული ხმა. ქართული ოცნება კი იბრძოდა ქვეყნის შიგნით და გარეთ, იცავდა სახელმწიფოს თვითმყოფადობას, ემართა საკუთარი თავი. დღეს 26 ოქტომბერია, ერთი წელი გავიდა საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც რეფერენდუმად გამოგვიცხადეს. ჩვენი მრავალწლიანი შრომით მოპოვებული მშვიდობისა და განვითარების დასასრულად დაგვიანონსეს და სამეზობლო ომში ჩართვას დაგვირდნენ. ჩვენ რეფერენდუმის გამოწვევა მივიღეთ და ქართველ ხალხს შევთავაზეთ მიმდინარე გეოპოლიტიკური რეალობის ყველაზე მკაფიო სურათი, მარტივ და გასაგებ ენაზე, არა ომს, კი მშვიდობას. 2.100.000-ზე მეტი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ყუთებთან და მათი 54%-ის არჩევანი იყო ცალსახად და ხმამაღალი. ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, უარს ვეუბნებით ომს, თუმცა ეს ცალსახა და მარტივი პასუხი გულისხმობდა მრავალ არჩევანზე პასუხს, რომელიც მიმდინარე პოლიტიკური პროცესის გამსაზღვრელად იქცა. ეს არჩევანი მშვიდობასთან ერთად იყო ტრადიციული ფასეულობების, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ეკონომიკური განვითარების, ოჯახის, კულტურის რწმენისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ მიცემული ხმა. ეს იყო ის შინაარსი, რის დასაცავადაც იბრძოდა ქართული ოცნება, იბრძოდა ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, იცავდა სახელმწიფოს თვითმყოფადობას და მის უფლებას თავად ემართა საკუთარი თავი. ამ ბრძოლას შეუერთა საქართველოს 1.100.053 პატრიოტი, რომელთაც უმტკიცესინება გამოხატეს და საქართველოს მომავალი განვითარების ვექტორი განსაზღვრეს. 26 ოქტომბრის არჩევნები იყო ნამდვილი, ხელშესახები საქართველოს გამსაზღვრელი მომენტი. ჩვენს ნამდვილ ამომრჩევლებთან ერთად დაუპირისპირდით არა მხოლოდ შიდა, რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, ნაცმოძრაობის იდეოლოგიით გაჟღენთილ მრუდე ოპოზიციას, არამედ მათ წარმართულ საგარეო გლობალისტურ ძალებს, რომელთაც საქართველოსთვის გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე შესაწირი პაიკის როლი დიდი ხნის დაწერილი აქვთ. ამ ძალებმა ადგილობრივ მოკავშირეებთან ერთად განგვიცხადეს, რომ უკეთ იციან რა რჩევს საქართველოსთვის, მისი მომავლისთვის, რა გვაქვს სამეცადინოდ და ჩასაბარებელი, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი და სად არის ჩვენი ადგილი. 3.000-ლოვან სახელმწიფოს სიბრძნე და გონიარება დაგვიწუნეს და უბსკრულის პირისკენ გვიბიძგეს. სწორედ ესაა ის გამრუდებული რეალობა, რომელსაც ჯიუტად და უხეშად გვახვევენ თავს. როდესაც საშიშროებასა და რისკებზე ვლაპარაკობდით, ზოგს არ ჯეროდა, რომ ამგვარი ძალები მართლაც არსებობდნენ. უმცირესობაში მყოფმა სკეპტიკოსებმა დაგსაცულ ოპოზიციას მხარი დაუჭირა. მყარად მდგომმა უმრავლესობამ კი ქართული ოცნება და სამშობლოს ეროვნული ინტერესები აირჩია. 26 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა სამართლიანი არჩევნების სრულად უსაფუძვლოდ გაყალბებულად გამოცხადებამ, საპროტესტო ტალღის მორიგჯერზე ხელოვნურად დაგორებამ, მარიონეტი ოპოზიციონერების მიერ ბოიკოტის გამოცხადებამ და პოლიტიკური პროცესის საბოტაჟ
საბოტაჟმა ოპოზიციის ამომრჩეველთა უმრავლესობა თავის შეცდომაში დაარწმუნა. ოპოზიციის რჩეულმა პარტიებმა ელექტორატი გააბრიყვეს, მოატყუეს, გამოცხადებული ნდობა და მიღებული მანდატები წყალს გაატანეს. როგორც შემდგომმა პროცესმა გვაჩვენა, ხელისუფლებამ გამოიჩინა სიმტკიცე და გონიერება. სამშობლოს მტრები და დამაქცევრები კი საკუთარ მანდატებს იმავე წყალთან ერთად გაყვნენ. ამავე დროს განვლილ წელიწადში სიახლე და უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ გარკვეული დასავლური ქვეყნებისა და მათი დიპლომატიური მისიების სრულიად უხეში, მსაკრული და დესტრუქციული ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენ ნახეთ, თუ როგორ გაიხსნა ყველაფერი, რაც იყო დაფარული და როგორ გაცხადდა ის გეგმა, რაც საქართველოსთან მიმართებით არსებობდა. ეს გეგმა არ ეხებოდა არც საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, არც ხალხის ნების გამოვლენას, მის გაძლიერებას თუ შემდგომ ინტეგრაციას. ეს გეგმა შეიცავდა ნებისმიერ ფასად ეროვნული ხელისუფლების შეცვლის სურვილს, რომლის ჩავარდნის შემთხვევაში ერთდროულად უნდა მოქმედებულიყო ყველა ძალა, გავლენის ყველა აგენტი, ღია თუ ფარული, ყველა მედია თუ NGO, უსარგებლო აკაცუკი თუ სასარგებლო იდიოტი. გამრუდებულ რეალობას საბურველი შემოეძარცვა და ჩვენს წინაშე მხილებული, შიშველი ბუნები წარმოსგა. ნამდვილი საქართველო დაუპირისპირდა ქვეყნის გარეთ ჩაბუდებულ მრუდე ძალებს, რომელთათვისაც ჩვენი ქვეყანა მათი კონკრეტული ინტერესების სათამაშოა. ამ ბრძოლაში ფრონტის ხაზი ჩვენს მოქალაქეებზე გადის. ხალხების გონებისთვის მიმდინარე ომში სწორედ ისინი არიან მთავარი სამიზნე. მათი აზრები, ფიქრები, წმენა და ქცევა ზუსტად გათვლილი ფსიქოლოგიური იერიშით, როგორც ბორო ძალას ჩვევია, მოწყვლადი პირები დაარწმუნეს, რომ ეროვნული ხელისუფლება თითქოს რუსულია, რომ ომი არ არსებობს, რომ დამარცხებული გამარჯვებულია, ქველმოქმედება ქვეყნის გრევა, ეკონომიკური აღმავლობა კი სიღარიბე. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელმაც ყოველგვარ სპეკულაციას, სიცრუეს და სიმრუდეს წერტილი დაუსვა. თავისუფალ გარემოში საქართველოს ერთგული ამომრჩევლები იგივე სიმრავლითა და სულისკვეთებით საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და საკუთარი, უკვე არაერთხელ გამოხატული ნება დაამოწმეს. ლეგიტიმაცია, რომელიც გასული 13 წლის განმავლობაში 9-ჯერ მივიღეთ, ქართველმა ხალხმა მეათეჯერ გადმოგცა. სწორედ ამიტომ დღევანდელ დღეს მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო ჩვენს ამომრჩეველს, ნამდვილ პატრიოტებს. მადლობა ეკუთვნის ასევე ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში განვითარებას უჭერს მხარს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, რომელიც აფასებს მშვიდობას. ახსოვს ისტორიის მწარე გაკვეთილები და უკეთესი ხვალინდელი დღე იმედება. ჩვენ კი ჩვენს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ქვეყნის წინაშე არ გავაცრუებთ, არ უღალატებთ, სურს არ შევაქცევთ. ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს, მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით, ყველა ხილული თუ უხილავი მტრისგან და გავასწორებთ ყოველგვარ სიმრუდეს, უსამართლობას და ძალდატანებას. ევროკავშირის ელჩის ორმაგი სტანდარტი ქართული ოცნებისთვის აბსურდია, როდესაც პაվել ჰერჩინსკი აკრიტიკებს ქართულ კანონმდებლობას, მაშინ როცა არაფერს ამბობს იგივე შინაარსის ამერიკულ კანონზე. ევროკავშირის ელჩი ცდილობს დაამტკიცოს თითქოს ევროკავშირის პრინციპებთან შეუსაბამოა კანონი საქართველოში, რომელიც სწორედ ამერიკული ფარას ზუსტი ასლია. ამერიკაში კი არსებულ კანონს კიდევ უფრო ამკაცრებენ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმ ორმაგი სტანდარტისა, რასაც ჩვენ ხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამით გვეუბნებიან იმას, რომ თურმე ამერიკული კანონით ევროპაში ვერ შევალთ. მთავარი აქ არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესი იყოს დაცული და ქვეყანაში რესურსები, ფინანსური რესურსები იყოს გამჭვირვალე. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი, ვინც უნდა იყვნენ ამ მთავარი ღირებულების, ევროკავშირის მთავარი ღირებულების გამჭვირვალეობის ადვოკატები, ისინი გამოდიან ამის წინააღმდეგ. 16 წლის გოგოს გაუპატიურების მიუხედავად შვედეთიდან ერიტრეელი მიგრანტის დეპორტაცია არ მოხდება. ასეთია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის დასკვნით გაუპატიურება საკმარისად დიდხანს არ გრძელდებოდა და შესაბამისად ის მძიმე დანაშაულის კატეგორიას არ მიაკუთვნეს. 18 წლის მოძალადეს იაზიდ მოჰამედს კი თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიუსაჯეს და ქვეყანაში დარჩენის უფლება მისცეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკვირვებულია უმცროსი დონალდ ტრამპი, თეთრი სახლის ლიდერის ვაჟი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ადამიანები უნდა გამოფხილდნენ, რადგანაც კაცობრიობა გადაშენების პირასაა. შეფასებები კეთდება ქართულ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. ეს არის ბჭყალებში მათი სამართლიანობა და ბჭყალებში მათი ევროპული მართლმსაჯულება. როცა ქართულ მართლმსაჯულებაზე საუბრობენ და ადარებენ ევროპულ მართლმსაჯულებას, მათ შორის შვედეთის პრემიერი მისი ელჩი საქართველოში და რადიკალებს ახალისებენ იმისთვის, რომ აქ რადიკალური პროცესები გამართონ, თურმე აი ეს მაგალითი ყოფილა ევროპული მიდგომა.
წმინდა გიორგის სახელობის ილორის საკვირაო სკოლის დევნილ მოსწავლეებს მწერალი გურა მოდიშარი ეწვია და მოზარდებს წიგნიერებასა და შემოქმედებით აზროვნებაზე ესაუბრა. გაიხსენა აფხაზეთის ეპიზოდების საკუთარი და მეგობრების ცხოვრებიდან. მოდიშარიამ ახალგაზრდებს საჩუქრად მისივე ხელმოწერით საავტორო წიგნი სალამია გადასცა. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა მწერალ გურა მოდიშარიასთან. ბატონმა გურამმა ახალგაზრდებთან ისაუბრა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ჩვენს საერთო ტრადიციებზე და კულტურაზე. ლიტერატურა ყოველთვის იყო, ერთი ფუნქცია ჰქონდა კიდევ, ეს რომ ის ხიდის როლსაც თამაშობს. ანუ ლიტერატურული ხიდი, ანუ წიგნები, რომელსაც იქაც წაიკითხავენ და აქაც წაიკითხავენ და ეს თაობა ბავშვების აუცილებლად ამ წიგნების შემდეგ უფრო მეტად გაუადვილდებათ მათ დიალოგის წარმართვა. კარგი შეხვედრა იყო, ბატონმა გურამმა ისაუბრა თავისი წიგნების შესახებ და აფხაზეთის ისტორიები გაიხსენა და მე ძალიან ყოფილი ვარ. დაუცხოთ ის ახალი ამბები რუსეთმა ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკი გამოსცა და ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მეთაურობასთან შეხვედრისას ოფიციალურად დაადასტურა. პუტინმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს დაავალა განსაზღვროს რაკეტების კლასი და მისი განლაგებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოამზადოს. Рассмотрим текущую обстановку. სლოვაკეთი არ მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის სქემებში, რომელიც უკრაინის დაფინანსებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ განაცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელში უკრაინის დასახმარებლად სხვადასხვა გეგმაზე მუშაობენ, თუმცა ბრატისლავა არც ერთ სქემაში არ იქნება ჩართული, რომელიც უკრაინის სამხედრო ხარჯების დაფარვას ითვალისწინებს. როგორც მთავრობის მეთაური ვამბობ, რომ სლოვაკეთი არც ერთ ფინანსურ სქემაში არ იქნება ჩართული, რომლის მიზანიცაა უკრაინას სამხედრო ხარჯებს გაუმკლავდეს. მათი გეგმები სხვადასხვაგვარია, მათ შორის კრედიტზე გარანტიის ხელმოწერაც, მაგრამ სადაა ჩვენთვის გარანტია, რომ უკრაინა ვალის დაბრუნება შეძლებს. დონალდ ტრამპი მზადა კიმ ჩენ ინს აზიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, მას ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან კარგი ურთიერთობა აქვს და შეხვედრისთვის 100%-ით მზადაა. ჩინეთი გერმანიისგან იშვიათი ლითონების ექსპორტის სანაცვლოდ სამრეწველო საიდუმლოებებზე წვდომას იღებს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გერმანია ჩინეთიდან იღებს თავისი იშვიათი ელემენტების 95%-ს, რაც აუცილებელია ელექტროპროდუქციის, ავტომობილების იარაღისა და სხვა ტექნოლოგიების წარმოებისთვის. იმპორტის ლიცენზიის მისაღებად კი გერმანული კომპანიები ვალდებულნი არიან ჩინეთს დეტალური და კონფიდენციალური ინფორმაცია მიეწოდონ, მათ შორის წარმოების დიაგრამები, პროდუქტის ფოტოები, მომხმარებელთა სიები და წლიური წარმოების მოცულობა. ლუვრის მუზეუმში მომხდარ ძაცვაში 2 ეჭვმიტანელი დააკავეს. BBC-ს ინფორმაციით ერთ-ერთი სამართალდამცველებმა შარლ დე გოლის აეროპორტში დააპატიმრეს, როდესაც თვითმფრინავში ასასვლელად ემზადებოდა. ძარცვა მუზეუმში 19 ოქტომბრის დილას მოხდა. მძარცველებმა 88 მილიონი ევროს ღირებულების ექსპონატები გაიტაცეს. პენსილვანიაში ლინკოლნის უნივერსიტეტში სროლა იყო. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა. დაკავებულია 1 თავდამსხმელი, დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. ჭაჭა 2025 თელავში ერეკლემეორის მოედანზე ყოველწლიური რეგიონული ფესტივალი გაიმართა. ჭაჭა ერთადერთი ფესტივალია, სადაც რეგიონის 8 მუნიციპალიტეტი ერთობლივად მონაწილეობს. გაიმართა მცირე მარნების, ფერმერებისა და გლეხების, ასევე ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების პროდუქტების გამოფენა გაყიდვა. ფესტივალს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ერთად დაესწრო. ეს შემონება ემატება თანდათან მეწარმე სხვადასხვა ახალი რაღაცა უცნაური პროდუქციები და მე მგონია რომ ამ ფესტივალის რაღაცა გარკვეულწილად დამსახურებაც არის უედა. ფესტივალზე წარმოდგენილი ადგილობრივი ჭაჭის მწარმოებლების და მეღვინეების წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, ასევე მოწყობილია სხვადასხვა თემატური და კულტურული კუთხეები. აღსანიშნავია, რომ როგორც კახეთის რეგიონიდან, ასევე საქართველოს ყველა კუთხიდან წარმოდგენილია ვიზიტორები. 100 კომპანიამდე მეტი იყო წარმოდგენილი ჭაჭის ფესტივალზე და მე მიხარია, რომ ფესტივალმა მიიღო საერთაშორისო
აი ვიზიტორები იყო ძალიან ბევრი ჩამოსული თელავში და მე დიდი მადლობა მინდა უთხრა თელავის გუბერნიას, ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ჩართული საკმაყოფილო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმიტომ რომ მათი ხელშეწყობით უკვე 8 წელია ეს ფესტივალი ტარდება. ჭაჭა 2011 წლიდან რეგისტრირებულია საკპატენტის მიერ როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, ასევე ჭაჭა დაცული არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და სხვა სახელმწიფოებში. ეს ფესტივალი მაქსიმალურად ხელს უწყობს ჭაჭის პოპულარიზაციას. ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ჭიათურობა 2025 მიმდინარეობს. დღესასწაული ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნით დაიწყო და ნინოშვილის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობით გაგრძელდა. მოწყობილია შემეცნებით გასართობის სივრცეები და საგამოფენო კუთხეები. მოეწყო პერფორმანსები და ფლეშმობი. ქალაქის სპორტული სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების სპორტული აქტივობები გაიმართა სამხედრო ტექნიკის გამოფენას. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და ჯგუფ ურსას კონცერტი დაასრულებს. ეს მინდა მიულოცო ყველა ჭიათურის დღევანდელი ჭიათურობის დღესასწაული მიუხედავად ცუდი ამინდისა სრულიად ჭიათურაა გამოსულდა ზეიმობთ ერთად განწყობა არის ძალიან ამაღლებული არაფერი არ გვაბრკოლებს მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენ ქალაქს და გაბრწყინება და მშვიდობა რაც თავარი ძალიან ბედნიერი ვარ დღეს რომ ესეთი ღონისძიება გვაქვს ჭიათურობა ამინდთან შესაბამისად მაინც კარგ განწყობაზე ვარ და თამამად და იმედიანად ვარ რომ გინდა რომ უფრო უკეთესი მომავალი ქონდეს ჩვენს ქალაქს ქრონიკა 17 საათზე ამით დასრულებულია. კვირის მთავარ თემებს 20 საათზე იმედის კვირაში აჯამებს. ნახვამდის.